ოქროს მტევანი მომდევნო წლამდე დაგვემშვიდობა, თუმცა ყურძნის ნამდვილი მტევნები სწორედ ახლა მომწივთნენ. კახეთი რთველისთვის ემზადება. ყურძნის სკრეფა ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ არის, ეს არის ქვეყნის ეკონომიკისთვის, რეგიონული განვითარებისთვის და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი. წლევანდელი რთველი კახეთის ერთ-ერთ სოფელში, ველისციხეში, სიმბოლურად გაიხსნა ადგილობრივებმა ადრეული ჯიშების სკრეფა მამაპაპისეული წესით დაიწყეს, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობას. როგორი იყო რთველი საუკუნეების წინ და როგორ გაცოცხლდა ისტორია ისტორიულ ველისციხეში. გიორგი ქორქია და ლევან ლომაძე მოგვიყვებიან რეპორტაჟში. ვენახებს შორის მიმოვალ ურემში შებმულ პირუტყს სოფლებში უკვე იშვიათად თუ ნახავთ. ალბერტი პაპაც თავის ვირს უკვე ხანდახან თუ ჩააბავს ხოლმე, მაგრამ დღეს ველისციხელებმა ყურძნის კრეფა უფრო განსხვავებულად გადაწყვიტეს. სანამ დიდი რთველი დაიწყება, შედარებით ადრეულ ჯიშებს ტრადიციული, მამაპაპისეული მეთოდით დაკრეფენ და დააბინავებენ. ეხლა იკრიფება ეს კახულმწვანესა აქვს უფრო მეტი გრადუსი, ქისა აქვს უფრო მეტი გრადუსი და მეებს ვკრეფავთ, რომ ძალიან გრადუსი მაღლა არ ავიდეს, რომ კაი სუბუქი დასალევი ღვინო დადგეს. რა ამიტომ ვკრეფავთ ამებს და კაცითლის რთველი გაღუდება, გახურდება უფრო 20 სექტემბრიდან, 15-20 სექტემბრიდან. ალბერტი პაპას ვენახის თავში შეკრებილები უკვე ელოდებოდნენ. ყურძნის საკრეფად კვალში შესვლამდე იქვე, გოდრებზე გაშლილ პატარა სუფრაზე 2-3 ჭიქის აწევაც აუცილებელია. ცოტას მომავალზე გაისაუბრებენ, ცოტა წარსულსაც გაიხსენებენ. მაშინ იყო ურმები, ვირი ტაჭკები, ცხენი ტაჭკები, ძარები არ იყო. ბოლო და ბოლოს მანქანებზე გოდრებით უდებდნენ. მაშინ იყო გოდრები. წნელის, თხილის გოდრები რა, მოწნული გოდრებით ეზიდებოდნენ. მაგრამ მე მევესწარი კიდევაც ვირი ტაჭკი, ვირითაც ჩამიბარებია ჩემ ბალღობა, ჩემ პატარაობას. ერთმა სიკეთეში მოახმაროს წელი კახეთის წლის მოსავალი, რომელიც უკვე დაბინავის პროცესს დაწყებულია. 1-2 ჭიქის შემდეგ ხასიათზეც მოდიან და ფუნქციებსაც ინაწილებენ. ურემზე უკვე ვანოჯდება და რთველიც იწყება. როგორ გიხდება, ვამიკო, როგორ გიხდება? ასეთი რთველის დროს ყურძენი ბევრი არ იკრიფება. სიმბოლურად 2-3 გოდორის გავსებაც საკმარისია, რომ რთველი ძველი ადათ-წესით გაიხსნას. ეს ტრადიცია არის დღესასწაულის გაგრძელება, როგორც არის დღესასწაულები, ეგრე ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ეს ჩვენი წინაპრები როგორც აკეთებდნენ ყურძნის კრეფას, რა პროცესსაც გადიოდნენ რა, ჩვენი ბიჭები, ჩემი მეგობრები გვინდა რომ ეს პროცესი გავიაროთ და უფრო ის რაც გადამოცემით ვიცით, ის ამბავი უფრო ახლო მივიტანოთ გულთან და სხვა სიყვარულში ვიყოთ ჩვენ წინაპრებთან და სხვა მუღამებში და ამას გავაკეთებთ დღეს ეს ვირის გოდრებით დაკრეფით, თავის საწნახელში დაწურით, ყველა პროცესს გავივლით, როგორც ისინი გადიოდნენ ის საყვარელი ხალხი. შრომაში ერთობა ყველა, დიდიც და პატარაც. რა თქმა უნდა, რთველის დროს იგეგმება ისიც, თუ რას იზამენ სამუშაო დღის ბოლოს. არ ყვევენ იმასაც, ვინ სვავს და ვინ არა. საღამოთი ხო დაელევ? არა. ალბერტ! თუ არ დაელევ, დაასხი მაინც არია. რამდენიმე გოდორი ერთი საწნახელის დასაწურად უკვე საკმარისია. ველისციხელები ვენახიდან სერგისთან მარანში ინაცვლებენ და ურმის დაცლას იწყებენ. პარალელურად იმასაც არ ყვევენ, ვინ გარეცხავს ქვევრს. თაორია შეერჩეს ისეთი, ვინც ქვევრში ჩაეტევა. დადო, მე უმორი შენი რაზმერია და მონა. ახალი კაცი შენახა შემო ჩახვიდო. დაიце, ეხლა რო ჩავარ მე აღარ ამოვალ. არანაირი ხსნარი და ფხვნილი, ჭურჭელის სუფთა წყლით უნდა გაირეცხოს. დღესდღეობით მარტივი არაფერი არ არის, ძმაო. იქამდე უნდა გარეცხო. სადამდენად დასალევი წყალი არ ამოვა. აი გემურო აღარ ექნება არაფრისა წყალს, მე უნდა ანება ქვევრის რეცხოს თავი. პირი შემოურეცხო და ჩაწურო პარაქიანი ყურძენი. ქვევრის სახეხადაც მხოლოდ მცენარე გამოიყენება, რომელსაც ადგილობრივები კრაზანას უძახიან. ეს არის ჩვენი წინაპრების დანატოვარი ყველაზე ანტისეპტიკური, თუ როგორ დავარქვათ, ყველაზე მარჯვე გასახეხი, რომელიცაც ფორები იხეხება შიგნით და მას ქვია სარცხი. ქვევრის გარეცხვის შემდეგ საწნახელში ჩასვლის დროც მოდის. ფეხით ყურძნის დაწურვაც რა თქმა უნდა დროს მოითხოვს, მაგრამ ესეც ტრადიციაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. დღეს არსებობს ყველანაირი საშუალება და შესაძლებლობა, რომ უფრო მარტივად, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეგ არის ზუსტად იმ წინაპრების ტრადიციების დაცვა. როგორც ისინი აკეთებდნენ, ჩვენ ზუსტად ისე ვაგრძელებთ და ჩვენ ეს გვანიჭევს სიამაყეს, უდიდეს სიამოვნებას და ჩვენ ამით ვუხდით მადლობას ჩვენ წინაპრებს.
ტრადიციული დასასრულისთვის კი მარანთან ეზოში დიდი მზადებაა. კახური სუფრის გარეშე რთველი სეზონი არასდროს იხსნება.